მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გავარკვევთ თუ რა შეიძლება ნიშნავდეს რიჩარდ კელის ფილმი დონი დარკომ. ეს არის ფილმი, რომელიც ალბათ რთულად გასაგები და რთულად აღსაქმელი ფილმების ათეულში შევა, ასე რომ მაქსიმალურად ყურადღებით იყავით ვიდეოს ყურებისას, რადგან ამის ახსნა მარტივი არ იქნება. კარგი, დავიწყოთ. თავიდანვე გავფრთხილებთ, რომ ეს ფილმი ჩემ ტოპ ათეულში შედის და თუ ნანახი არ გაქვთ, აუცილებლად უყურეთ და შემდეგ დაუბრუნდით ვიდეოს, ისე ნამდვილად ვერაფერს ვერ გაიგებთ. ფილმის მთავარი სიუჟეტი იხსნება მაშინ, როდესაც ხდება დროისა და სივრცის კორუფცია, ანუ არევა, დარღვევა, რის გამოც მომავლიდან კონკრეტული საგანი აღმოჩნდება აწმყოში. ეს საგანი კი არის თვითმფრინავის ძრავი, რომელიც მომავალში თვითმფრინავს მოწყდა, ჩამოვარდა აწმყოში და დაეცა დონი დარკოს სახლს. ეხლა გავარკვიოთ თუ რატომ მოხდა ეს მოვლენა. სტივენ ჰოუკინგის თეორიის თანახმად არსებობს სამყაროთა შორისი სივრცული ხვრელები, რომლებიც ხშირად მცირე მუხტის შედეგად ხელს უწყობენ კონკრეტული ნივთის ან საგნის ტელეპორტაციას დროის ნებისმიერ მონაკვეთში. ეს იქნება მომავლიდან წარსულში ან პირიქით წარსულიდან მომავალში. ამ მოვლენამ დაარღვია დროისა და სივრცის კანონზომიერება, რამაც წარმოშვა არამდგრადი ალტერნატიული სამყარო. თუმცა ეს სამყარო არ არის ჩვეულებრივის მსგავსი, ის არის არამდგრადი, ანუ ისეთი, რომელიც რაღაც დროის გასვლის შემდეგ განადგურდება. ეს დრო კი ფილმში არის 28 დღე, 6 საათი, 42 წუთი და 12 წამი. დრო, რომლის ამოწურის შემდეგ განადგურდება ალტერნატიული არამდგრადი სამყარო და ამასთან მიყვება ჩვეულებრივი კანონზომიერი სამყაროც. ახლა საჭიროა გავიგოთ, ვინ არის ის კურდღელი, რომელიც დონის ეცხადება და მოსვენებას არ აძლევს. როდესაც თვითმფრინავის ნაწილი ჩამოვარდა, დონი უნდა ყოფილიყო ლოგინში და მაგ ნაწილს უნდა მოეკლა, მაგრამ ძილში მას გამოეცხადა კურდღელი ფრენკი, რომელიც შთააგონებს, რომ გავერთ გავიდეს და ეზოში დაიძინოს. ამიტომაც დონი გადარჩება. ამის შემდეგ მაყურებლისთვის ცნობილი ხდება, რომ დონი რჩეულია და ამ მოვლენის თავიდან ასაცილებლად არის მოვლენილი. მას აქვს ისეთი უნარები, როგორებიცაა მაგალითად ტელეკინეზია, ნაძრების კითხვა. ეხლა მივადექით კურდღელ ფრენკს, ვინ არის იგი? უშუალოდ სანამ მის გარჩევაზე გადავალთ, უნდა შემოვიტანოთ ახალი ტერმინი манипулირებული მკვდარი. манипулირებული მკვდარია ყველა ის ადამიანი, რომელიც არასტანდარტულ სამყაროში დაიღუპება ამ სამყაროს საბოლოოდ განადგურებამდე. манипулირებული მკვდარია მაგალითად დონის შეყვარებული. ის ამას თავად ვერ ხვდება, თუმცა ფაქტია, რომ მისით რაღაც ძალა манипулირებს, იმისათვის, რომ მან დონის აზრები და ქმედებები გარკვეული მიზნისკენ მიმართოს. манипулირებული მკვდარია აგრეთვე ფრენკი, მაგრამ არსებობს ფრენკის გარეგნობის მქონე ორი არსება. პირველი, რომელიც დონის კურდღლის ნიღბით გამოეცხადება ხოლმე, ყველაფრის საქმის კურსშია და მას რაღაც იდეებს აწვდის და მეორე, ჩვეულებრივი თინეიჯერი, დონის დის ყოფილი შეყვარებული, რომელმაც არაფერი არ იცის. მას ვინ არის პირველი ფრენკი? აქ კი საქმე ძალიან საინტერესო თეორიამდე მიდის. ამ თეორიის მიხედვით დონის აქამდეც ჰქონია მცდელობა იმისა, რომ სამყარო გადაერჩინა. რაც იმას ნიშნავს, რომ ალტერნატიული სამყარო ადრეც შექმნილა და ის ყველაფერი, რაც ფილმში ვნახეთ, უბრალოდ ციკლის ნაწილია. ციკლის, რომელსაც დონი ვერასდროს ასრულებდა. სწორედ ამის მანიშნებელია ფილმის პირველი სცენა, სადაც დონი უგონოდ წევს. გაღვიძების შემდეგ კი ყველაფერი თავიდან იწყება. იქნება პარალელური არამდგრადი სამყარო და დონიმ ეს ყველაფერი თავიდან უნდა გაიაროს, რათა მისია საბოლოოდ დაასრულოს და აღარ ჩაფლავდეს. ამიტომაც ფრენკი, რომელიც დონის დავალებებს აძლევს, არის წინა ალტერნატიული სამყაროდან გადმოსული, სადაც დონი მის მოკლა და ამით манипулირებულ მკვდრად აქცია, რითიც მას ავტომატურად მიენიჭა მისია დაეხმაროს დონის სამყაროს გადარჩენაში. ეს ამტკიცებს თეორიას, რომ მკვდრებს კანონზომიერების გარეშე შეუძლიათ ნებისმიერ დროის შუალედში მოხვედრა. ახლა რაც შეეხება დონის დის შეყვარებულს, რომელიც ასევე ფრენკის ფორმაშია. დონი მას ფილმის ბოლოს იარაღის სროლით კლავს და მასაც აქცევს манипулირებულ მკვდრად. ფრენკი, რომელიც დონიმ ფილმის ბოლოს მოკლა, მას ხელახლა გამოეცხადებოდა იმ შემთხვევაში, თუ დონი კიდევ ერთხელ ჩაფლავდებოდა და ვერ დაასრულებდა მისიას, ისე როგორც წინა ალტერნატიულ სამყაროში მოკლული ფრენკი გამოეცხადა მას ამ რეალობაში. გარდა ამისა, გაიხსენეთ სცენა, სადაც ფრენკი დონის გამოეცხადება კინოთეატრში. ეს ალბათ ფილმის ყველაზე საუკეთესო და მნიშვნელოვანი ეპიზოდია. ვიხილოთ მცირე დიალოგი. რატომ გაწვია ეს იდიოტური და სასაცილო კოსტიუმი? შენ რატომ გაწვია ადამიანის იდიოტური კოსტიუმი? აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დონი განგებ არის მოვლენილი. ის არ უნდა იყოს მიწიერი არსება. ის არის გადამრჩენელი, მხსნელი, რომელიც ქვეყანას ამ მოვლენის თავიდან ასაცილებლად მოევლინა. ის უბრალოდ გამოწყობილი ადამიანის კოსტუმში, მაგრამ რეალურად არ არის ადამიანი. ის ბევრად მეტი, არაამქვეყნიური არსებაა. ეხლა როგორ უნდა გადაარჩინოს დონიმ სამყარომ? პირველ რიგში უნდა გამოყოთ ერთმანეთისგან არამდგრადი სამყარო, რომელიც დროისა და სივრცის კორუფციამ შექმნა და რეალური სამყარო, რომლის გადარჩენას დონის ამოცანაა. დონის მისია იმაში მდგომარეობს, რომ მან არამდგრადი სამყაროს დაღუპვამდე მოასწროს და წარსულში დროისა და სივრცის კორუფცია არ დაუშვას, რაც შექმნის მეორე ალტერნატიულ პარალელურ რეალობას ჩვეულებრივი მდგრადი სამყაროს სახით, რომელიც გადარჩება.
დონის ამის გაკეთება შეუძლია, რადგან მას აქვს ისეთი უნარი, როგორიცაა ტელეკინეზი, ანუ საგნის გადაადგილება შეხების გარეშე. ამისთვის მან უნდა შექმნას ჭიის ხვრელი, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს სხვადასხვა დროსა და რეალობას და მოახდინოს საგნების ტელეკინეზი. ანუ მან სამყაროთა შორის ხვრელების დამოხტვის გარეშე თავადვე უნდა შეძლოს ნივთის უკან თავის ადგილას დაბრუნება. ის არამდგრადი სამყაროს არსებობის ბოლო დღეს მოაგლեց იმავე თვითმფრინავს იმავე ნაწილს და გადაისვრის მას წარსულში, იმავე დროს და იმავე ადგილას, სადაც იგი მას დაეცემა და გაჭყლიდავს. თუმცა როგორც გითხარით, ყოველი მანიპულირებული მკვდარი ვალდებულია დაეხმაროს დონის მისიის შესრულებაში. ფრენკი, რომელიც დონის შეყვარებულს მანქანით ეჯახება და კლავს, ამითაც კი ეხმარება დარკოს მიზნის აღსრულებაში, რადგან დონის შეყვარებულის სიკვდილის შემდეგ მას ეძლევა მიზეზი, ჩააყენოს სამყაროს დრო და სივრცე კალაპოტში, რითიც შეიქმნება ჩვეულებრივი მდგრადი სამყარო, სადაც მისი შეყვარებული ცოცხალი იქნება. დონის დის შეყვარებული განგებალის გამოწყობილი ფრენკის ფორმაში, რათა თუ დარკო კვლავ ვერ შეძლებს სამყაროს გადარჩენას და ციკლი თავიდან დაიწყება, იცნოს იქ გამოცხადებული ფრენკი, რომელსაც ზუსტად იგივე ფორმა ეცმება, რომელიც დარკოს დის შეყვარებულს ეცვა, რომელიც დონი მოკლა. ფილმის ბოლოს კი, როდესაც დონი საბოლოოდ ასრულებს მისიას, ფილმში ნაჩვენები 28 დღის განმავლობაში მომხდარი მოვლენები უკან ბრუნდება. შესაბამისად, ის რეალობა, რაც ფილმში ნახეთ, განადგურებულია. ხალხს კი, ვისაც ამ 28 დღის განმავლობაში დონისთან ჰქონდა ურთიერთობა, არაფერი ახსოვთ, თუმცა სიზმრის სახით ხედავენ მომხდარ მოვლენებს და ტირილით იღვიძებენ. ხოლო დონის გვამის გამოტანისას, მისი შეყვარებული, რომელსაც ამ სამყაროში დონი არც კი გაუცნია გაკვირვებული იყურება, ისე თითქოს ამბიც აქამდე შეხვედრია. ეს რეალურად მოხდა, თუმცა არა ამ რეალობაში. მოკლედ, სულ ეს იყო მეგობრებო, ალბათ ეს ვიდეო ყველაზე რთულად გასაგები და გასაანალიზებელი იქნება ჩემს არხზე, მაგრამ ჯერა რომ ვიღაცისთვის მაინც ავხსენი რაღაც და რამოდენიმე კითხვაზე მაინც გავეცი პასუხი, რაც ფილმის ნახვის შემდეგ დაებადა. დღეისათვის კი ამით დაგემშვიდობებით, ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, დროებით. Around me are familiar faces, worn out places, worn out faces, bright and early for the daily races, going nowhere, going nowhere. The tears are filling up